გამარჯობათ მეგობრებო, ბოდიშ გიხდით ამ ვიდეოს დადება ცოტა დამაგვიანდა, ეს არის მეორე მარშრუტის ვიდეო. თუმცა ამით დიდად არაფერი დაშავებულა, იმიტომ რომ მეორე მარშრუტის გზები ისედაც დევს, ხო? მეორე მარშრუტი იგივეა, რაც მეოთხე მარშრუტის დასაწყისი, თუმცა შოთა რუსთაველის ერთანი მარცხნივ აღარ გვეტყვის მეორე მარშრუტზე და პირდაპირ გაგვაგრძელებინებს, როგორც პირველ მარშრუტზე გვაგრძელებინებს. თუმცა ამ ფორმატით არ ადევს ძველი ვიდეო დევს ის მეოთხე მარშრუტის და პირველის და მაგითო გადავწყვიტე მაინც ესეთი ფორმატით გადამეღო ვიდეო. ესე იგი აქედან ვიწყებთ გამოცდას ხო, როგორც ვიცით უკვე, დაძვრისთანავე ვთავთ მარცხენა ციმციმას, კარებთან გამოვდივართ მარცხენა ციმციმით. წრეზე როგორც კი შემოვალთ, ჩავურთოთ მარჯვენა ციმციმა და ჩამოვუხვიოთ, ჩემი რჩევა იქნება ესე გარეზოლით რომ ჩამოვიდეთ ხოლმე, ხო? მოხვევის დროს ვერო წინ დაბყოლება არ დაგხვდეს, მერე უკრიდან უცებ მანქანებმა მარცხენა მხრიდან არ ჩაგვიჭრან გზა და ესე. მოკლედ ბევრი საწვალებელი რო არ გაგვიხდეს, არაფერია, გარეზოლიდან ესე ჩამოვიდეთ და ახლოში ნახე ხასთან პატარა დაბყოლებები ან რაღაცეები როცა დგას, თავისუფლად ავაცილებთ ხოლმე. ეს გზა ვიცით რომ 50-იანი გზა არის, ამიტომ ვეცადოთ 40-ზე ზემოთ, თუმცა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე აქ ესეთი თავისუფალი გზა. ამიტომ მოკლედ როგორც მოგვიხერხდება, ისე ვიმოძრაოთ, ხო? მთავარი ახლა 20-ით არ ჩამოგვორდეთ და რაღაცა. კარგით. ესე იგი, ბოლოს უნდა ვუყუროთ აუცილებლად დაბყოლებებს, ხო? როგორც კი დაბყოლებები ბოლოს აღარ გვექნება, აუცილებელია მარჯვენა მხრის დაკავება. ეს ზოლი იდეაში ორი მანქანა ეტევა, ამიტომ ორ ზოლიანად აღვიქვათ ეს გზა. აი ნახეთ, წინ დაბყოლებები აღარ მაქვს უკვე, ამიტომ გავხედე, ჩავურთე მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარი გავაკეთე და გადმოვიწიე მარჯვენა მხარეს. უკვე ვანელებთ მანქანას, სიჩქარეებს კარგად დააკვირდით ხოლმე ამ ვიდეოში, აი უბრალოდ ნახე რამდენად ნელა მოძრაობ 10 კმ/სთ-ით. ანუ არ გვეჩქარება, აქ უწყვეტს თუ კვეთავ, ჯერ აუცილებლად ვკითხეთ ხოლმე რომ გადავკვეთო თუ არა და მერე გადაკვეთეთ ხოლმე. აუცილებელია მარცხნივ გახვედა აქ. შემდეგ უკვე წინ და მარჯვენა სარკეში, ხო, საითაც უხოთ იმ სარკეში ვიხედებით ხოლმე და ისე გავაკეთოთ, მერე ისე შემოვიდეთ ხოლმე. ჯერ თავიდან იგივე სიჩქარეზე დავრჩეთ აუცილებლად რომ სიტუაცია შევაფასოთ, რა ხდება იქიდან მომავალ გზაზე, ციმციმა ჩავურთოთ, სარკე მხარი ავაჩქაროთ და ისე გამოვიდეთ ხოლმე გზაზე. და შემოვალთ 70-იან გზაზე. ესე იგი 70-იანი გზა გვაქვს ეს და ამიტომ 60-65-ით ვიმოძრაოთ აუცილებლად თუ საშუალება გვაქვს. ნუ ეხლა აუცილებლად ისეთი ნათქვამია, ეხლა ბევრი მინახია ამ გზაზე 50 მოსიარულე და არ ჩაუჭრიათ მაშინ, სავარაუდოდ სუბუქებს დაუწერდნენ აუცილებლად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რატო უნდა მივცეთ მიზეზი, როცა 50-ით ვიმოძრაოთ თუ 65-ით დიდათ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ხო? ამიტომ ვეცადოთ რომ 60-ით აუცილებლად ვიმოძრაოთ. ესე იგი 500 მეტრში მოსახვევი მარცხნივ მალევე თუ გითხრა, ესე იგი მეორე ან მეოთხე მარშრუტზე ვართ, ხო? ნუ ჯერ სადღაც 60%, 70% იგივე არის ეს გზა და არ გეცოდინება იდეაში თავიდან მეორეზე იქნები თუ მეოთხეზე. ნუ დიდათ ამას მნიშვნელობა არც აქვს პრინციპში. 300 მეტრში მარცხნივ მერე გვეტყვის და აქ უნდა ჩაუხვიოთ. მალეზე ჩავრთავ ციმციმას, ოდნავ მოვიწევით უწყვეტისკენ, ხო, რომ მარჯვენა მხრიდან მანქანებმა აგვარიდონ და მთლიანად არ გავჭედოთ მოძრაობა. გავუსწორდებით აუცილებლად ჩასახვევ ჩვენ ზოლს. ესენი ახლა ძალიან ამოსულები არიან და ცოტა წინ აღარ მივიწევი, რომ წესივრად ვერც მოვუხვევ, ნახე როგორ უნდა გამოსვლა და ამიტომ ეხლა მივიწევი წინ როგორც საჭიროა ისე, გავუსწორდები კარგად ჩემ ზოლს, ხო, ერთი ზოლი ამოდის აქედან, ორი ზოლი ჩადის. და რომელი ორი ზოლიც ჩადის, იმ ზოლის მარცხენა ზოლში მინდა მე რომ ჩავიდე. ესე იგი წინიდან უთმო ყველა მანქანას. ამასობაში ვიღაცამ თუ გააჩერა დაგიწყო ციმციმი გატარებს, კითხეთ გამომცემს რომ მithმობსო და გავაგრძელებ მოძრაობასა და მხოლოდ იმის შემდეგ გააგრძელეთ ხოლმე მოძრაობა, არ იქნება პრობლემა. მეოთხე მარშრუტში ამ გზაზე მოკლედ მარცხენა ზოლიდან რო ჩამოვდივარ, ნუ ჩემი რჩევა ეხლაც ეგ არის რა, რომ ვიმოძრაოთ მარცხენა ზოლი. ნუ თუ სასწრაფოები და ძალიან გადატენილი მოძრაობა არაა წინიდან პირველ ზოლში ხოლმე. აი ნახე, გადმოვიდეთ მარჯვენა ზოლში ამ შემთხვევაში, ხო? უბრალოდ აი ესეთი რამე ვითომ არაფერი, ნახე, გავხედი არ არის არანაირი დაბყოლება. გადმოვიდი მარჯვენა ზოლში და ნახე უცებ რა მოხდა. აი ესეთი რამე ნებისმიერ დროს შეიძლება დაგემართოთ. და არ ჩათვალოთ, რომ იმ ძღოლის ბრალია, ვინც მაქედან გამოდის, ხო, არანაირად. ის რო ჯდება, ვერაფერს ვერ ხედავს აქეთ გზაზე, პატარაზე თუ არ გამოიწია.
ჩვენთვის კიდე იმ ხელაზე თუ გამოიწია რომ ჩვენ ზოლში ვეღარ ვეტევით, უკვე ვეღარ გავვლით. ხო ესე უცებ, ჩვენ უნდა ჩაავთოთ სიმციმა, გავხედოთ მეორე ზოლს, უკნიდან მანქანა არ უნდა მოყვებოდეს, გადავიდეთ და მოკლედ 1000 ამბავი. ეს უბრალოდ გადაწიო საჭე და ააცილო, ეგრე გამოსაზი არ ხდება, ხო? ეგრევე ჩაგჭრიან, ვიცით. ამიტომ რა ვიცი რა, ანუ ყურადღებით იარეთ ხოლმე და ჩემი რჩევა იქნება მაინც მარცხენა ზოლით ჩახვიდეთ ხოლმე ცოტა ბოლომდე მაინც რა და მე ბოლოს უკვე რო აღარ ხედავ დაბრკოლებას, მე გადმოდით ხოლმე უკეთესი იქნება ჩვენთვის რა. თუნდაც ქვეითი იყოს ან რაღაცა, თუნდაც ზაღლი იყოს რა, პირველ ზოლში ჩამოგიხდება და ჩვენ კიდე მკვეთრი მოხუჭის ხმარებაც არ შეგვიძლია, ხო, გამოცდაზე. ნუ რა ვქნათ, ეგეთი წესებია და რაც არის აქედან გამომდინარე, მეც ისე გთავაზობთ, რომ ცოტა უფრო იოლად გავიდეთ რა ეს გამოცდა. მოკლედ უკვე ვიცით ჩვენ რომ წრიულზე მარჯვნივ წავართ 500 მეტრს ქვეტყვის 300 მეტრზე რომ მივახლოვდებით 300 მეტრს ქვეტყვის და უკვე ველოდებით რახანს უკვე მარჯვენა ზოლში ვარ უკვე ველოდები მალეს რომ ითხრას კომპიუტერმა ახლოს მისულზე უკვე მალე მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას თავიდან აუცილებლად ყურადღებას მივაქცევთ ამ ზებრას აუცილებლად აქ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს ხოლმე შემოვალ წრიულზე ჩვეულებრივად მარჯვნივ სამკუთხედებთან სარჭეს რო გავასწორებ გამეთიშება ციმციმა ამიტომ ეხლა მარცხენას ჩავუთავრო გზას შეუერთდე კარგად გავიხედოთ უკან გზა რო გვერდება აუცილებელია ჩვენი ზოლი იყოს თავისუფალი ანუ წრესთან არ უნდა იყოს მანქანა წრის იქით რო იყოს კიდე შეიძლება გამოხვიდე მაგრამ წრესთან თუ არის უკვე შემოსული უკვე ახლოსში ითვლება ეგ და არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდეთ ხოლმე ნუ აქ წინ დაბკოლება დამხდა და რახანს უკან უკვე თავისუფალი იყო მეორე ზოლი გადმოვედით თუ არ იქნებოდა თავისუფალი გავჩერდებოდით უკან მარშრუტკის უკან ან დაველოდებოდით როდის წავიდო და როგორც კი გათავისუფლდებოდა მე შევიწვდით ზოლს უბრალოდ იმიტომ რომ მაინც მეორე ზოლი გჭირდება ხო აქედან გამომდინარე თავარია ნუ სწორად კარგად და უსაფრთხოდ შევიცვალოთ ზოლი ხოლმე თორე აქ თუ გინდა სულ პირველი ზოლით იმოძრავეთ ეგეც არ იქნება პრობლემა თავარია ძალიან უსაფრთხოდ არ იჩქაროთ და რაღაცა იქ მერე უწყვეტი და რაღაცა არ გადაკვეთოთ და ისე არ შევიცვალოთ ზოლი. მოკლედ მეორე ზოლში მოძრაობთ, სადაც უსაფრთხოა აუცილებლად 40-ზე ზემოთ 45 კმ/სთ-ით ვიმოძრაოთ, სადაც ოდნავ რამესაც კი შეამჩნევთ, ზებრა იქნება, შუქნიშანი იქნება თუ რაღაცა ისეთი რაც ჩვენ შენელებას ან გაჩერებას გამოიწვევს, აუცილებლად დავაგდოთ ხოლმე სიჩქარე. თუნდაც აი ახლა ნახე ზებრას როგორც კი დავინახე, ეგრევე დავიწყე შენელება. კარგად ვიყურები, ნახე ბორდიულის იქითაც გამყოფის იქითაც გახედეთ ხოლმე რომ შუამდე არავინ არ გისწრებდეთ, ხო? იქით ამ ხარი არ გეხებათ, მაგრამ შუამდე თუ მოგისწრებთ, უკვე გეხება. მეოთხე მარშრუტის ვიდეოში როგორც გირჩევთ ხოლმე, აქ ყოველთვის კარგია რომ მარცხენა ზოლი დაიკავოთ. მით უმეტეს ახლა ნახე წინ უკვე მანქანები იყვნენ მეორე ზოლი დაკავებული იყო, ამიტომ გადმოვედი მესამე ზოლში ჩავდექი. ესე დროს სუბუქსაც ვერავინ ვერ დაგიწერთ, ხო? იმიტომ რომ დაკავებული იყო მეორე ზოლი და გადმოვედი მესამე ზოლში. ამ დროს მაქვს სრული უფლება ამის. აქედან უკვე მესამე ზოლიდან პირდაპირ მეორე ზოლში შევალ მეგობრობაზე, ხო? შერ შემთხვევაში აქ ზებრაზე ყავთ ხოლმე გაჩერებული ხან დისტრიბუციის მანქანები ხარ რაღაცა, ნუ აი ამ შემთხვევაშიც გაჩერებული არის და ეს კიდე კარგად არის გაჩერებული ადგილი გაქვს რომ შეხვიდე და მერე გადმოხვიდე, მაგრამ ზოგი ზებრაზევე აჩერებს ხოლმე მაგ დროსთან. ცოტა მერე დამაბნეველია რა დამწყებისთვის ეგეცე აცილება. ნუ ეს ქვეითი ზურგით დგას, აშკარად გადმოსვლა რომ დომოდა წამოვიდო და აქედან გამომდინარე, ნუ აღარ ეგ რო აქეთ ყოფილიყო შემოტრიალებული, ანუ ფეხის დადგმაც კი არ იქნებოდა საჭირო, აუცილებლად გაუჩერებდი. ხო, ანუ როცა ეგრე დგას ქვეითი უშუალოდ ზებრასთან და ზებრისკენ იყურება, გაფაციცებული აუცილებლად უნდა გაუჩეროთ, დაველოდოთ, თუ გადმოვა, თუ არა და მერე გავატაროთ ხოლმე. ნუ აქ ქვეითები გადმოდიან, გაუჩეროთ აუცილებლად და ნახე მეორე ზოლის ნახევარს რო გაცდება, უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ, ხო? ნუ ზოგი მეკითხება ხოლმე მთლიანად უნდა ვაცადო? ნუ მთლიანად არც ერთ კანონში არ წერია, რომ ზებრაზე მთლიანად უნდა გადაატარო ქვეითი. უბრალოდ წერია კანონში, რომ ქვეითი, ანუ ზებრაზე ქვეითები შემოსული და შემომსვლელი ქვეითები უნდა გავატაროთ, ხო? ჩემი აზრით კიდე გატარებათ ესეც იცვლება და რა ვიცი, ჯერ არავინ ჩაუჭრიათ ჩემი მოსწავლებიდან იმის გამო, რომ აი მეორე ზოლის ნახევარს რო გაცდა და მაგის გამო ჩაჭრეს. ბოლომდე რო გაატარო, მაშინ ბოლომდე, ყველგან ბოლომდე არის და მაშინ 4 ზოლიან გზაზე რო პირველ ზოლში ხარ და შემოდის ქვეითი, მაშინ სულ ბოლომდე უნდა გაატარო, იქამდე არ უნდა დაჭრა. ხო სწორია? ესე არსად არ წერია კანონებში, რომ აი მარჯვნიდან ამდენზე უნდა გაატარო, მარცხნიდან ბოლომდე უნდა გაატარო და რაღაცა რა. არ არის. მოკლედ
თავარია უსაფრთხოდ გაატარო და ის იმდენად ადრეც არ დაიწყოთ მოძრაობა, რომ მოbrunების ან გაჩერების შემთხვევაში უცებ შენ ზოლში აღმოჩნდეს. ამიტომ არის გაჩერებული როცა ხართ, მეორე ზოლის ნახევარს რო გაცდება ნელ-ნელა უკვე დაძარით მანქანა, ხოლო სიარულის დროს თუ გინდათ ჩაუვაროთ ქვეითს, ზებრაზე მყოფ ქვეითს, ანუ უკვე გადაცელილ ქვეითს, მაშინ უკვე მეორე ზოლსაც უნდა იყოს გაცელილი. ხო, ეხლა სიარულის დროს მაინც უკვე სიჩქარე გაქვთ აკრეფილი რაღაცა და ცოტა უფრო მეტით უნდა იყოს თქვენ ზოლიდან გაცელილი. ნუ აქ წრიულზე მარცხნივ მოძრაობთ. ჩვეულებრივად, ძალიან შევნელდეთ რა, ნახე უბრალოდ დააკვირდით ჩემს სიჩქარეს, აი 13-ით შემოვდივარ მოსახვევში, ხო, ანუ ამაზე მეტი არ გჭირდებათ მართლა რა. გავხედოთ კარგად მარჯვნივ. ნუ აქ ჩვენი ზოლი უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა ანუ წინა ვიდეოშიც ვახსენეთ, რომ მეორე ზოლიდანაც იციან ხოლმე აქეთ ზოლში გადმოხტომა უცებ და ყურადღებით იყავით რა. ეხლა გინდა არ გინდა, როცა საავარიო სიტუაციის მონაწილე ხდებით, ჩვენც ვიჭრებით სულ რო არ იყოს ჩვენი ბრალი, ამიტომ ყურადღებით იყავით. ჩვეულებრივად ისევ აქ იმ მოკლე სამზოლიანში შემოვდივართ, ამიტომ რჩებით მესამე ზოლში, არავინ არ არის და აი ამ ზებრაზე იყავით ხოლმე, რავი, ყურადღებით კი არა და არ გინათ, ანუ ყურადღებით ყოფნა მწვანე არის, უბრალოდ ადექით და გაიარეთ რა. აი აქ აჩერებს ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი და არ გააჩეროთ ხოლმე, მანდაც ჩვეულებრივად მწვანე არის და არ უნდა გაუჩეროთ. კიდე იქითაგზიდან სხვა თემაზე ვლაპარაკობდით და ამ ზებრაზე გავიაროთ 1-2. მოკლედ აქ ნახე როგორ ხდება, მეორე მხარეს თუ დგას ქვეითი და უბრალოდ უნდა შემოსვლა, დგას და არ არის შემოსული, არავითარ შემთხვევაში არ გაუჩეროთ. ხო, გამყოფი აქვს და მეორე ზებრა არის, ანუ იქით ამ მხარე. მაგრამ უკვე შემოსული იმდენად ვიწრო გზა არის აქ, ხო, იქით სამზოლიანს არ გავს. ძალიან ვიწროა, უკვე შემოსული შუამდე გისწრებთ აუცილებლად. ამიტომ შემოსულს უკვე დაუთმეთ გზა, ხოლო ვინც იქით ამ მხარეს უბრალოდ დგას, შემოსვლა უნდა ან მანქანებს ელოდება და ჯერა ჩამოუდგია ფეხი და არ მოდის, ეგეც არ გაუჩეროთ ხოლმე. აქაც ანალოგიურად ნახე, მწვანე რო აინთება, არც ერთ ზებრაზე არ უნდა დაუთმოთ ქვეითს, ხო? ეგ არის გზაჯვარედინის ზებრები. გზაჯვარედინზე როგორც იქით მხარესანთია მწვანე, ასევე მანდაც ერთი შუქნიშანი დგას, მწვანეა, მოკლედ გზაჯვარედინზე რო შედიხართ, აუცილებლად ბოლომდე უნდა გახვიდეთ. შუა გზაჯვარედინზე სულ რო წითელი აინთოს შუქნიშანია, უკვე მწვანეზე შესულზე ან რაღაცა, მოკლედ გზაჯვარედინზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა ჩავრჩეთ გზაჯვარედინზე. ნუ ეხლა განსაკუთრებული შემთხვევა ის იქნება, ქვეითი თუ გამორბის გვივარდება ჩვენ ზოლში, ან ბავშვები თუ გადმოდიან, ხო, ეხლა ბავშვები და მოხუცები პრიორიტეტებად ითვლება და თუ ეგეთი, ანუ ზოლში გვივარდებიან ან რაღაცა, მაშინ ხო, გამოვა სიტუაციებში აუცილებელი არის ეგრე გაჩერება, თუმცა სხვა შემთხვევაში ანუ შემოსული რომც იყოს ქვეითი სხვა ზოლში და ხდებოდე რომ ვერ მოგისწრებს შენ ზოლში, მაგ დროს უბრალოდ გაიარეთ ხოლმე ფრთხილად. თუ იმის შანსი მაინც არსებობს რომ ზოლში გისწრებთ და შემოგისწრებთ, მაშინ ხო, მაგ დროს გეპატიება, თუ არა და არავითარ შემთხვევაში არ გავაჩეროთ ხოლმე, ხო? კარგი, გავაგრძელოთ ახლა. ესე იგი, ვაგრძელებთ სულ მეორე ზოლით, ხო? იქაც მესამე ზოლში იმიტომ დავრჩით, რომ აქ პირდაპირ მეორე ზოლში შემოსულიყავით. აქაც ნუ ხო ვიცით უკვე თუ გინდათ ხოლმე გადადით პირველ ზოლში და პირდაპირ ეგრევე შედით სამზოლიანის შუა ზოლში, თუ არა და შეგვიძლია აქვე დავრჩეთ ხოლმე, გადავიდეთ მესამე ზოლში. გზაჯვარედინის ზებრას არა, იქითა ზებრას რო გავწდებით, მერე გადმოვიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს, ხო? მანამდე არ იჩქაროთ ხოლმე და ნუ აი ახლა ვნახავთ რატომაც, ხო, იქ უწყვეტიც არის რაღაცა და ჯერჯერობით არ შევიცვალოთ ხოლმე ზოლი. აქაც ანალოგიური სიტუაცია რა, აქაც ძალიან ბევრი მოსწავლე მარტო მე მყავს იმდენი მოსწავლე აი ამ ზებრაზე ჩაჭრილი უბრალოდ იმის გამო რომ აი აქ რომ მწვანე ინთება და რომ მიდის, აი გამყოფთანაც ზოგი ქვეითი ვეღარ ასწრებს გადასვლას და გამყოფთან ჩერდება ხოლმე შუა გზაზე და აი აქ გამყოფში მდგარ ქვეითს უჩერებენ ხოლმე და ნუ არა, ეგ ეგრევე ჩაჭრა არის. აი აქ ჯერ არ გინდა ზოლის შეცვლა. ნახე, უწყვეტი იწყება. ეს უწყვეტი რომ მორჩება, აი ამ ზებრას მიაქცია დიდი ყურადღება. ნახე, ქვეითი როგორ დგას იქითკენ, ანუ უკვე მარცხნიდან რო შემოვიდა ქვეითი, ხო, ეგ დავინახე როგორ გამორბოდა, მომისწრებდა შუამდე და მაგიტო დავთმა. ეგეც რო არა, ნახე, მარჯვნიდან ისე დგას ქვეითი, ეგეთ ქვეითსაც უნდა გაუჩეროთ ხოლმე აუცილებლად. რამოდენიმე წამი გაუჩერეთ, მერე დაითვალეთ, ანუ რამოდენიმე წამით უბრალოდ, თუ არა და არ გადმოვა, გააჟღერეთ, რომ არაპირებს გადმოსვლას ვაგრძელებ მოძრაობასო და მერე გააგრძელოთ ხოლმე მოძრაობა აუცილებლად, ხო, იმიტომ რომ უშუალოდ ანუ ზებრის კიდესთან იდგა ქვეითი. გადმოვიდეთ შუა ზოლში აუცილებლად და გავაგრძელოთ
აწიეს მეორე მარშრუტი არის აქედან გამომდინარე, აი მეოთხე მარშრუტზე ხო აქ გვეუბნებოდა 300 მეტრში მარცხნივ და მარცხნივ და გადავდიოდით მარცხნივ. ხოლო მეორე მარშრუტზე აღარ გადმოვალთ მარცხნივ და მეორე ზოლით სულ პირდაპირ ავტობანამდე გავაგრძელებთ მოძრაობას, ხო? მთავარია არც ერთი ზებრა არ გამოგვეპაროს და მთავარია კიდევ არის შუქნიშანი არ გამოგვეპაროს, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, ყურადღებით ეხლა რამოდენიმე ისეთი მძღოლებიც არის, ვინც შეიძლება ჩაგიჭრათ გზა, ცოტა ახლოს მოვიდნენ რაღაცა და ხდება ხოლმე რას ვიზავთ, მაგრამ ძირითადი საქმე მაინც უკვე დარჩენილი გვაქვს ზებრა და შუქნიშნები, ხო, რომელიც არ უნდა გამოგჭეს არავითარ შემთხვევაში. ყველა ზებრასთან მაქსიმალურად ფრთხილად ჩავიაროთ ხოლმე და ვეცადოთ ბუჩქების იქით, ხო, აი ეს ხო მარტო ჩვენი მხარე გვეხება აქ და აი ბუჩქების იქითაც ვიყუროთ ხოლმე რა, რომ ზოგი არის რომ გამორბის ხოლმე მიხვდი ქვეითები და შუამდე რო არ მოგისწროთ არავინ ვეცადოთ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ. ნუ აქ არ მინდოდა დათმობა, მაგრამ ვინ გაცადა ხო შემოვიდნენ ჩემს ზოლში, ამიტომ იძულებული გავხდი უბრალოდ რომ გავჩერებულიყავი თორე დათმობას არ წვაპირებდი არავისთან. აქ ნუ ამ შემთხვევაში არავინ ქვეითი არ დამხვდა, არა და ეგ ძალიან დატვირთული ზებრა არის და ყურადღებით იყავით ხოლმე მაგ ზებრაზე, მანდაც ანალოგიურად, ხო, გამყოფის შუამდე თუ ამოსული ქვეითი გავატაროთ. ძალიან ნიგი თუა არ გვინდა. ვაგრძელებთ პირდაპირ ჩვეულებრივად მოძრაობას. და ნუ დაგვრჩა ერთი წრიულიყა გასავლები, ორმაგი შუქნიშანი და ავტობანი. ნუ ეხლა რაც უფრო ფინიშისკენ გავდივართ, მით უფრო სიხარულიც მოგვაწვება ხოლმე, ხო? ეგრე არის ეხლა რა სიზავთ, მაგრამ აი ყველანაირად ეცადეთ რომ აკონტროლოთ რა ეს ემოციები, წინასწარ არ გაგიხარდეთ და რაღაცა რა ერთ-ერთი ურთულესებრები და რაღაცა მაინც წინ არის დარჩენილი და ყველაზე ცუდი წრიული კიდე რა, ანუ სხვა დანარჩენი წრიულებთან შედარებით, ანუ როცა პირდაპირ მოძრაობთ, აი ეს ყველაზე ცუდი წრიულია პირდაპირ სამოძრაოდ. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ამ წრიულთან. თან ეხლა დახაზეს უკვე ეს წრიული და რავი, ისე დახაზეს, ანუ ცერულად არ დახაზეს. რაღაცნაირად არის დახაზული, ანუ წრიულის ფორმა არ აქვს წრიულს, ანუ სწორად არის დახაზული, ისე რომ ერთმანეთს ვერ დაამთხვიეს მოკლედ ზოლები და ყურადღებით იყავით, სარკეები აკონტროლეთ ხოლმე კარგად, ცოტა მარცხნივ მიწევა გვიწევს, რომ მეორიდან მეორე ზოლში შევიდეთ და ანუ სარკე ვაკონტროლოთ ხოლმე აუცილებლად რა. ეს თან ეხლა თან მანქანიციარული და თანხმების თან ჩაწერა ხმის თავი და როგორც გქონდა, ხო, ნუ ეგ კარგი იყო, მაგრამ მაინც ამ ფორმატს ვამჯობინებ, ხო, მეშვიდე მარშრუტის მერე, იმიტომ რომ აქ უფრო კარგად უყურებ რა არის გადაღებული, როგორ არის უფრო სხვა თემებზეც ვახერხებ ლაპარაკს, იქ თან ტარება, თან იმა გაკვეთილზეც ლაპარაკი უფრო რთული არის და რავი, ჩემი აზრით ესე უფრო მეტის ის არის, ხო, მომცემი. რა ვიცი, თქვენც დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მითხარით. კიდე მე-6 მარშრუტია ძირითადად, ხო, გადასაღები მე-6 მარშრუტი გადამჭა. მე-5 მერვესაც მე მგონი არც აქ აზრინეების გადაღებას კი მიდევს განსხვავებები როგორც არის და სავარაუდოდ დაველოდები მე-6-ის ბოლომდე გახო, აი ხლა რო შუქნიშანი გამოვიარე, აი შუქნიშანი ძალიან ბევრს რჩებათ ხოლმე. არ გამოგჭეთ, ხო? იყო შუქნიშანი, მერე წრიული იყო და იმ წრიულზე ზოლების ყურებაში აი შუქნიშანი ავიწყდებათ ხოლმე და არ დაგავიწყოთ არავითარ შემთხვევაში. ხო, ის მე-6 რო გაიხსნება ბოლომდე, მოკლედ მე-6-ეს ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, ესეც ჩვენი ორმაგი შუქნიშანი. ნახე? აი ესე კაია რო დამემთხვა ვიდეოშიც, ხო, პირველზე შემოვედი მწვანეზე, მეორეს დეკხასთან ვეღარ ვასწრებდი და მეორეს დეკხასთან გავჩერდი. აქ გავარ წითელს ველოდებით. და წინ ხდება ყველაზე ცუდი ზებრა. ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ცუდი ზებრა, იმიტომ რომ რა ვიცი, მოკლედ რაც კი რა მიარსებობს ქალაქში შეიძლება იქ გეფარებოდეს მარშრუტკა იქნება, ავტობუსი იქნება თუ რა ვიცი, ყველაფერი მორბენალი ბავშვები და რა ვიცი მე. თან უკვე ბოლო ზებრა არის. მაგ დროს უკვე სხვანაირი ფიქრები გაწუხებს, იმდენად შეიძლება მობილიზებულიც ვეღარ ახარ. და მოკლედ ყურადღებით იყავით რა ერთი სიტყვით. აქ უკვე გვეუბნება კომპიუტერი, რომ 500 მეტრში წრიულზე პირდაპირ და მარჯვნივ ვიმოძრაოთო.
პირდაპირ და მარჯვნივ უბრალოდ წრიულს უნდა გავწდეთ და შემდეგ ავტობანზე გავიდეთ, ხო? ორი გზა მიდის წრიულის მერე მარჯვნივ ავტობანზე გავდივართ, მარცხენა გზა რომ მიდის, ის ესტაკადაზე ასასვლელი არის და იქ არ ავდივართ არავითარ შემთხვევაში. იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში ავალთ, როცა ქალაქიდან დაგვაბრუნებს, წრეს დავარტყავთ და მერე აგვიყვანს ესტაკადაზე. ნუ ამ შემთხვევაში მეორე მარშრუტს გავდივართ და ჩვენც უნდა დავბრუნდეთ ქალაქში. დავარტყათ ამ წრიულზე კრუგი და მე ავალთ ესტაკადაზე. მოკლედ აქ მოსულზე ნახე, ჯერ არის უწყვეტი, აქ ციმციმის ჩართვა არ გვინდა. როგორც კი გავწდებით, ხო, ამ უწყვეტს, აი ეგ წყვეტილიდან უკვე სადაც გაგეხარდებათ, ჩაურთეთ მარჯვენა ციმციმა, გახედეთ სარკეში ზოლს და მხარზე იქიდან ამომავალ გზას აუცილებლად. თუ იქიდან მანქანა დაგვემთხვა, ჯერ იმას გავატარებ და შემდეგ ჩვენ შემოვალთ მარჯვენა ზოლში და გავაგრძელებთ მოძრაობას. აქ ბევრი კითხვა არსებობს, რამდენიანი გზა არის. მოკლედ, რა ვიცი, აი ყურე ადრე იყო 50-იანი. ეხლა კომპიუტერშიც როგორც ვიცი, აჩვენებთ 50-ს, თუმცა ნიშანი აღარ არის, მოხსნილი არის ნიშანი. აქედან გამომდინარე, სულ რო 60-ით წახვიდე, არაფერს არ წერენ, როგორც ვიცი. და რავი, ეგრეა, მოკლედ არაფერს არ წერენ. 70-მდეც არაფერს არ წერენ, თუმცა 70-ზე ზემოთ უკვე ჩაუჭრიათ, 80-ზე ჩაუჭრიათ. აქედან გამომდინარე, მოკლედ 50-ით იმოძრავეთ, თუ დაგჭირდათ 60-ითაც იმოძრავეთ. არ იქნება პრობლემა და დაჭირვებაში გულისხმობ, თუ გახედავთ უკან და ქვეყანა მანქანა ამოდის, ჯობია მოუმატოთ, რომ არ დაგეწიოთ. ფიშკებამდე შეიცვალეთ ზოლი. აი, აქ შენელება უკვე აღარ გაბედოთ, არ გჭირდება. და გაიხედეთ, როგორც კი დაინახავთ შანს, მოუმატეთ. ხედავ, იმის მანქანა დავინახე, ნელა მოძრაობდა, ამიტომ აღარაფერს აღარ დაველოდე. მოუმატე, უკვე 99-მდე შემიძლია მოუმატო, სადაც წყვეტილს დაინახავთ, პირველივე შანსი გამოიყენეთ და გადმოდით. რადგან ქალაქიდან ამომავალი მანქანები როგორც კი დაგეწევიან და შემოგასწრებენ უკნიდან ამ ზოლში შემოსვლას, შემდეგ უკვე ყველა ამჩქარებელში შეგიშლის ხელს. ამიტომ აი მან შენელება და რაღაცა დაივიწყეთ. ფიშკებთან როგორც კი გადმოხვალთ მარცხენა მხარეს და რა სიჩქარითაც ხართ, თავიდან 50-ით მოძრავთ, 50, 55, 60. მაგ სიჩქარით როგორც კი გაანალიზებ სიტუაციას, გახედავთ ავტობანზე ზოლს, ან მაგ სიჩქარეზე დარჩით და გაუშვით თუ სწრაფად მოყვება ვიღაცა, ან თუ ატყობთ რომ ცოტანელა მოდის, ან შორს არიან საერთოდ უკან მანქანას არ მიცეთ უფლება იმისა, რომ გაგანოთ ვიღაცა ისეთი თუ არ აღმოჩნდა, რომ რაღაცა ძალიან სწრაფად გამოვიდა. მოუმატეთ აუცილებლად სიჩქარეს და პირველივე შანსზე, რა თქმა უნდა, წყვეტილზე და უწყვეტზე არ უნდა შეეხოთ, ხო? პირველივე შანსზე, სადაც უწყვეტს დაინახავთ, იქ გამოდის. ბოლო შანსი, რა თქმა უნდა, უკვე ნიშანთან არის, ხო? ნიშნის მერე თუ გააგრძელეთ პირდაპირ მოძრაობა, აუცილებლად ჩავიჭრებით. ახლა დრო და დრო მანდ ხან დახაზული შეხვდება, ორ კვირაში, სამ კვირაში იშლება ხოლმე. ნუ აქ ერთადერთი აქ უხვევთ, ვიცით, ხო? აქ ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა, იმ გზას გავხედოთ, მერე სარკე მხარი გავაკეთოთ და მხოლოდ იმის შემდეგ გადმოვიდეთ ხოლმე შემნელებელ ზოლში და მხოლოდ აქ უნდა ვიხმაროთ ხოლმე მუხრუჭი, ხო? ხო და ესე მოკლედ იმ ნიშანს თუ გაცდით, უკვე ვსო, მერე უკვე ჩავიჭრებით აუცილებლად. ხო, ნახაზებზე ვლაპარაკობდი, ხო, ესე იგი. ხო რა, დახაზავენ 2-3 კვირაში იშლება, მერე ახლიდან დახაზავენ, მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ. თუ წაშლილია, სადაც გინდა გადმოდით, იმიტომ რომ ვერ შეგედავებიან, აქ უწყვეტიაო. თუ არ არის წაშლილი კიდე, აუცილებლად სადაც წყვეტილს მოძებნით, იქ გადადით. ბოლო შანსი კიდე ნიშანთან გადასვლა იქნება, ეს დაიმახსოვრეთ. ნუ აქ ეს ტოპი ნიშანი ახლა აუცილებლად ვიცით ხო, რომ პირველი მანქანა უნდა ვიყოთ აუცილებლად, რომ გაჩერება ჩაგვეთვალოს, აუცილებლად გავაჩეროთ, შევხედოთ ხო? ჩვენ სიჩქარეს აუცილებლად 0-ს უნდა აჩვენებდეს აქ დათვლა და რაღაცა, არაფერ შუაშია 3-5 წამი ჭირდება განულებას, აუცილებლად დავაფიქსიროთ მანქანას 0-ს. ვიხურებით კარგად, ძალიან შორს უნდა ყავდეს მანქანა არ იჩქაროთ გასვლა არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგი მანქანა აქ 80-ით მოძრაობს და თვალის დახამხამებაში აღმოჩნდება ჩვენთან. მოკლედ გასულზე თუ ვიღაცა შეაფერხე, უკრინა თუ მოგადგა, აუცილებლად ჩავიჭრებით. აქედან გამომდინარე, აი შორს უნდა ხედავდეთ მანქანას რომ გახვიდეთ. ვიღაცა თუ ეხლა ჩაგიჭრის გზას და გვერდზე ამოგიდგებათ, გზას თუ ვერ ხედავთ, უბრალოდ უთხარით რომ ვერ ხედავ გზას, ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას, ამ მანქანას გავატარებ, დავინახავ და მხოლოდ მერე გავაგრძელებ მოძრაობასო, ხო? ეხლა გზას თუ ვერ ხედავ, არავინ არ დაგავალდებულებს იმას, რომ რატო არ გახვედი მალე. აღარ არის მანქანები, გამოვედი, გაუთიშებ ციმციმა და 60-მდე მოუმატოთ აქ აუცილებლად, ხო? 70-იანი გზა არის და ჩვენ 60-მდე მოუმატოთ აქ და უშუალოდ მერე გასფეხი.
ჩავგორდებით ნელ-ნელა წინ დაგვხდება 50-იანი შეზღუდვა, ეგ 50-იანი შეზღუდვა არ უნდა გამოგჩეს არავითარ შემთხვევაში, რადგან ავტობანზე სიჩქარის გადაჭარბება, არ უნდა ვქნათ, ხო, ეხლა 100 მეტრს ისე უცებ გავივლით, რომ რა ვიცი, და აქედან გამომდინარე არავითარ შემთხვევაში არ გადავაჭარბოთ ეხლა. 45-ის ზემოთ 50-მდე იქნება იდეალური სიჩქარე, რაც უფრო ცოტა მანქანა მოგვადგება უკნიდან, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის ამჩქარებელში, ხო, რომ არ შეგვიშალონ ხელი. ამჩქარებელში როგორც კი მივალთ, ფიშკებთანვე აუცილებლად ჩავრთოთ მარცხინა ციმციმა. შენელება არ დაიწყოთ, უყურე? ჯერ არაფერი არ ქნათ, ჩაურთეთ, ჯერ გასწორდით, კარგად რო იქ უწყვეტი არ გადაგეკვეთოთ, აი ახლა გავხედოთ სარკეში და შევაფასოთ სიტუაცია. როგორც კი ხვდებით, რომ კაციშვილი არ არის ავტობანზე, ეგრევე მოუმატოთ, არც ერთ მანქანას არ მივცეთ იმის უფლება, რომ უკნიდან გაგვასწროს, ხო? უკანა მანქანა გამოვიდეს და გაგვასწროს. სარკე მხარი და მოუმატოთ აუცილებლად 60 ავაცილოთ, თუ კიდე 85-99-მდე აიყვანეთ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია 60 ავაცილოთ და ნახევარი ამჩქარებელი გამოვიყენოთ. სარკე მხარი აუცილებლად გავაკეთოთ და გადმოვიდეთ. ხო, თუ დაგვხდა ბევრი მანქანა, აღარ აჩქაროთ, პირიქით დააგდეთ. სიჩქარე იგორავეთ, თუ კოლონა დაგვხდა ოღონდ, ხო, თუ არა და ეგრე არა. იგორავეთ და ხო, მოიცადე, ეხლა ეს თავარი აქვს, ანუ ქალაქში ვრუნდებით, ხო, თავიდან 500 გვეუბნება, მერე 300 გვეუბნება და მოკლედ კითხეთ გამოცდილს, ხო ვრუნდები ქალაქშიო, რადგან მალე მას ცოტა იგვიანებს კომპიუტერი. და გეთანხმებათ ვრუნდებით და ამიტომ ჩაურთავთ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარს გავაკეთებთ და გადმოვიწევით ერთი ზოლით აქეთ, ხო? ჯერჯერობით მეტი ზოლით არ გადმოხვიდეთ, გააგრძელეთ მოძრაობა და აი აქ გზაზე რო გასწორდებით, კიდე ჩაურთეთ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარი და უკვე გადმოვიწევთ მარჯვენა ზოლში. აქ უკვე დავაგდოთ სიჩქარე ნელ-ნელა, რომ წინ ნელა და წყნარად მოუხვიოთ. აქ უკვე აღარ გეჩქარებათ. აქ როგორც კი 50-მდე ჩამოიყვანთ სიჩქარე, საათი 50, აღარც ააცილოთ სიჩქარე და აღარც დაგჭირდებათ მეტი სიჩქარე. ნელა წყნარად მოუხვევთ, ამასობაში კომპიუტერიც გვეტყვის 300 მეტრში მოსახვევი წილზე მარცხნივ და მარცხნივო, ნუ ხიდზე არ შეიცვალოთ ზოლი, არ გინდათ. თუ წაშლილია წყვეტილები, ხო კაი, თუ წყვეტილი იქნება ზოლის შეცვლა შეგეძლებათ, თუმცა არ ჭირდებათ. ქვემოთ რო ჩახვალწრიულთან, იქ შევიცვალოთ ხოლმე ზოლი. ხო, მოკლედ, ქალაქში გაბრუნებთ 8 მარშრუტიდან 2 მარშრუტზე, ხო? ესე იგი, რა გამო პირველზე და მეორეზე. ესე იგი, ქალაქის ცენტრალური გამოსასვლელიდან როგორც ახლა რო გამოვედით, მაკედან თუ გამოხვალთ, 3 მარშრუტი გამოდის მაკედან. აი აქ შევიცვალოთ ხოლმე ზოლი და გადავიდეთ მარცხნივ. ხო, 3 მარშრუტი გამოდის აქედან. აქედან 2 დაგვაბრუნებს. აი თბილისის ქუჩიდან თუ გამოხვალთ ავტობანზე, იმ მარშრუტებიდან არც ერთი არ დაგაბრუნებთ, ხო და თამამად იყავით უფრო, მაგრამ აქედან 3-დან 2 გაბრუნებთ. ნუ აქ მალეზე ჩაურთავთ მარცხინა ციმციმას, ძალიან ნელა, არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ, ხო? ნახეთ 16, 15, რავი 12, 10, აი რანელა შემოვდივარ. არავითარ შემთხვევაში კიდე ბორდიულთან ახლოს არ მიხვიდეთ, არავინ არ მიგიშვებთ ახლოს. შემოუხვიოთ, ჩვენი ზოლი თავისუფალი უნდა იყოს. შემოვდივარ და ეგრევე ავდივართ ესტაკადაზე, ხო? ვიმოძრავთ ესტაკადაზე მარცხნივ ბოტკის. მარცხინა ციმციმას თუ ჩართავთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ არ ჩართავთ, არც მაგაზი არ წერენ სუბულს, ხო, იმიტომ რომ ზოლს არ იცვლი, არაფერს უბრალოდ შემოდიხარ უკიდურეს მარცხინაში და აგრძელებ მოძრაობას ესტაკადაზე. ნუ აქაც როგორც გითხარით, ხო, იქიდან რომ გადახვედი მარჯვენა ზოლში და 50-მდე რომ დააგდებ სიჩქარეს, ადი ამჩქარებლამდე მოკლედ 50-ს აღარ გადააჭარბოთ. ნელა და ყურადღებით იმოძრავეთ, მით უმეტეს წინ უკვე მკვეთრი მოსახვევი გვხდება და უფრო უნდა შევანელოთ სიჩქარე. აი აქ მოკლედ ვინ როგორც შეძლებ იმ სიჩქარით იმოძრა. ეხლა 10 და 15-ით არ დაიწყოთ მოძრაობა, არ დაგჭირდებათ, ხო, ეხლა აქამდე თუ მოხვედით, უკვე იმხელა გამოცდილება გექნებათ მაინც, რომ ანუ 30-ით მაინც მოუხვიოთ აქ, ხო, ეხლა ჩვეულებრივად უბრალოდ ეცადეთ ცოტა გარეზოლი დაიკავოთ, აი ძალიან ძნელია რომ გარეზოლი გადაკვეთო, ხო, ანუ საგრძნობათ უნდა გადააგდოთ მანქანა იქით რომ გარეზოლი გადაკვეთოთ, მაგრამ შიდას ძალიან მარტივად გადაკვეთავთ. ჩაურთოთ ფიშკებთან მარცხინა ციმციმა, როგორც უკვე გითხარით, ჯერ გასწორდით. მერე შეაფასეთ სიტუაცია, ნახე ამ მანქანა მომას რო გამოხდება.
დანარჩენი ნახე უკვე თავისუფალია, ამიტომ ავაჩქარე, სარკე მხარი ნახევარი გამოვიყენე და აქ ძალიანაც არ მჭირდება აჩქარება, იმიტომ რომ ეგრევე 70-იანი შეზღუდვავი მაქვს ამ ჩქარებელში. როგორც კი გამოვალ, უწყვეტი ზოლით ამომყვება, შემდეგ უკვე დაინახავთ წინ მარჯვენა ისრებს, ხო? რომ მარჯვენა მოხოვის ისრები გაჩნდება, ჩაურთავ მარჯვენა ციმციმას და აქ სარკე მხარი არ დაგავიწყდეს შემოსვლამდე. გავუთიშავ ციმციმას, ახლიდან ჩაურთავთ, აუცილებლად 30-მდე უნდა შევანელოთ სიჩქარე და ისე მოუხვიეთ გარე ზოლში, ხო? თუ გინდა ახლა შიდაში, მაგრამ აი ესეთი რაღაცა შეიძლება დაგხვდეთ უცებ გაჩერებული მანქანა ან რაღაცა და მაგიტო ჯობია რომ გარე ზოლით მოუხვიოთ. აი ეს არის თითქოს გარე ზოლში უფრო დახაზულიაო, იქ რო შემოდიხარ სააგენტო სასახლეში. ეს იქნება და ეს, მოკლედ, ну წინ უკვე წრეულზე მარცხნივ გვეუბნება. როგორც უკვე ვიცით, პირველი ვიწრო გამოსასვლელიდან არავის არ დაუთმოთ გზას, წრეულიდან აუცილებლად თუ უკვე ჩამოსულია და შემოსულია წრეულზე, ყველა უნდა გავატაროთ. მოუხვიოთ წრეულზე მარცხნივ, ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა და შევიდეთ უკვე სააგენტოს იქ ეზოში, ხო? შემდეგ უკვე როგორც საჭიროა, ისე დავაპარკინგოთ მანქანა აუცილებლად. ჩავაქროთ, ბოლოს მოვიხსნათ ღვედი და ყველას წარმატებას გისურვებთ და მალე ყველას ჩაგებარებინოთ. კარგად იყავით. წარმატებები ყველას.